მოგუყურებთ ანალიტიკას, მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს გამრეკელი სტუდიის სერიებში მოვისმენთ ინტერვიუს პოლიტიკოსთან. თავისუფლების მოედანი ცდილობს დამოუკიდებლად პოზიციონირებას. ბოლო პერიოდში გააქტიურდა მათი პოდკასტებიც. დავით გზირიშვილი იყო ჩემი სტუმარი გამრეკელის სტუდიაში. ინტერვიუ დავით გზირიშვილთან მანამდე ჩავწერეთ, სანამ ქართული ოცნება ფონდების წარმომადგენლების სახლებში ჩხრეკებს ჩაატარებდა. მასთან საუბარი ძირითადად შეეხებოდა არსებული ვითარების ანალიზს, მომავლის განჭვრეტადობას და თავისუფლების მოედანს, როგორც პოლიტიკურ ძალას. გიტოვებთ ინტერვიუს და 4 შაბათამდე გემშვიდობებით. თავისუფლების მოედანმა, როგორც ორგანიზაცია, იპოვეთ თქვენი იდენტობა? ჩვენ გავდივართ შეიძლება მოკლედ რო ვთქვა ტრანსფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან პოლიტიკურ პარტიის ტიპის ორგანიზაციამდე, ანუ ვიქცევით რომ ვიქცეთ პოლიტიკურ პარტიად, იმიტომ რომ ეს არ არის აღმოჩნდა ხუთი ჩემთვის, არ არის მექანიკური პროცესი. კონკრეტულად თუნდაც ეს იმას გულისხმობს, რომ ერთი როდესაც არის გუნდი, რომელიც რაღაც აქტუალური საკითხის გარშემო მობილიზებულია და იბრძვის, მეორე არის გუნდი, რომელიც რაღაც პრინციპებით ხელმძღვანელობს, როცა იღებს გადაწყვეტილებას, არსებობს გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა, პროცედურა და ჩვენ იმ ფაზაში ვართ, როცა ამ პრინციპებს ვყალიბდებით, პროცედურას ვაყალიბებთ და ვსწავლობთ, როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები, სადაც მაქსიმალურად არის ასახული მრავალფეროვნება, თუ ჩვენ ის პარტია ვართ, რომელსაც უნდა ამ ქვეყანაში მრავალფეროვნება არსებობდეს, არც სხვადასხვა არსებობდეს და არსებობდეს სივრცე, სადაც ადამიანები კომპრომისებზე მივდივართ და რაღაცაზე ვთანხმდებით. პოლიტიკა პოდკასტებით კეთდება? როგორ? პოლიტიკა პოდკასტებით კეთდება? იცით რა არის? კიდე არა ალბათ, იმიტომ რომ მე არა ვარ კომუნიკაციების სპეციალისტი, მაგრამ თუ ორი ადამიანი საუბრობს, კამათობს, მსჯელობს და ამათში პასიური მონაწილე აზრებს საშუალებას ხვდებს იყვნენ ამ მსჯელობაში პასიური მონაწილენი და ეხმარება ეს მსჯელობა სხვა მსმენელს თუ მაყურებელს იფიქრონ თვითონ და ჩამოყალიბონ აზრი, მაშინ ეს რაღაც ნაწილია ალბათ პოლიტიკური ცხოვრების, იმიტომ რომ ადამიანები მოქალაქეებმა, მე ისევ ადამიანებს ვდაკმე რა საბუთებში მოქალაქეებმა ის რასაც ეხება ძალაუფლებას, ანუ პოლიტიკაში პოლიტიკურ ცხოვრებას, ვინ მოდის ძალაუფლებაში, ვინ იღებს ძალაუფლებას, ვინ რჩება ძალაუფლებაში, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს მე უფრო კარგად ნაფიქრი უნდა გქონდეთ ისმიცენ და თუ თვითონ უჭირთ ფიქრი ესეთი პროცესების პასიური თანამონაწილეობა ძალიან კარგია, მაგრამ თუ ამას არ გაცდა ეს და დარჩა პოდკასტების დონეზე, რა თქმა უნდა ეს ძალიან ცოტა. აი ხალხთან გააქვთ ურთიერთობა? მე ნაკლებად თავისუფლების მოედანს აქვს, იმიტომ თავისუფლების მოედანი დღემდე რჩება და საინტერესო შემადგენლობით, სადაც დიდი ნაწილი ადამიანების არიან აქტივისტები, რომლებიც ეპიცენტრში არიან და მუდმივად ურთიერთობენ. ახლა მე თუ პასიურად როგორც ამ პარტიის ერთ-ერთი წევრი საპროტესტო აქციაზე ვარ, ეს არ ჩავთვლი ამას მე ხალხში ყოფნად, იმიტომ რომ ეს ისე პოლიტიკურ რაღაც სოლიდარობაა და არა ის სივრცე, სადაც თანამოაზრეებთან ერთ რეგიონზე შეიძლება ისაუბრო. მე პირადად არ მქონია და ჩემი პირადი გამოცდილება, მაგრამ ვიცი რომ ჩემ კოლეგებს ჰქონდათ ბევრი საშუალება, განსხვავებული აზრის ადამიანებთან ჰქონდათ შეხება, ორგანიზებულად თუ არა ორგანიზებული რაღაც გეგმის რაღაც შეხვედრების გარეშე ყოველ შემთხვევაში არის, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ ქონია, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ საკმაოდ ძალიან დიდი ძალა და რესურსი მოითხოვა საარჩევნო კამპანიამ ოქტომბრის არჩევნებისთვის და მას მერე ჩვენ დავიწყეთ ჩამოყალიბება როგორც პარტია და იმის რესურსი საკუთარი, რომ ჩვენ ვიურთიერთოთ ხალხთან რესურსს ვაგროვებთ, მაგრამ ეს ბუნებრივია, ამის გარეშე არ იქნება. ანუ ფულია პრობლემა? არა მარტო ფული თავისთავად აუცილებელია, იმიტომ რომ ხო აქამდე ჩვენ ძირითადად ვინც ვართ ჩვენ რაღაც საქმეებას ვეწევით, ამით ვარსებობ და მე
ესეთი სიტყვა ლამაზად ჟღერს პოლიტიკაში მოусვა, მაგრამ მე არ შემიწყვეტია ის საქმიანობა, რითაც მე ვარსებობ. ანუ მე ჩემი პოლიტიკური საქმიანობით ვერ ვარსებობ. და ესეთ პრინციპში თვითონ ყველა ამდიდ უმრავლესობა ჩვენს პარტიაში. შესაბამისად, სანამ არ ჩავანაცვლებთ და მე მართლა არ შემეძლება 100% ჩემი დრო და ენერგია დავუთმო ამ საქმიანობას, ეხლა ვარ დაახლოებით აი როგორც მოხალისე პოლიტიკოსის როლში, როდესაც მე ვარსებობ სხვა ჩემი სახსრები არის ჩემი საქმიანობა, რასაც აქამდე ვეწეოდი და ვცდილობ მაქსიმალურად შევთავსო პოლიტიკური საქმიანობა იმ მოცულობით, რა მოცულობასაც ითხოვს, იმიტომ რომ მართლა რომ არსებობდეს ის რეალობა, რომ დღეს მე 8 საათი რო დავუთმო ამით, რამეს არსებითად ეს ამ წუთას შეცვლის, მე შეიძლება რაღაც მომენტში თქო უარი მეთქვა გადამედო ჩემი საქმიანობა და მე 8 საათი კი არა 12 საათი ჩავთვლილი ყოფილიყავი ამ პროცესში. საიდან უნდა მოვიდეს ეს რესურსი? ბიზნესთან გაქვთ ურთიერთობები, მათი მხარდაჭერა გაქვთ? ფული სახსრები უნდა მოვიდეს ჯანსაღი წყაროდან. ჯანსაღი წყარო არის უმეტეს შემთხვევაში მეწარმეები, ბიზნესი, ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი შრომით საქმიანობით მოპოვებული ეს თანხა და ბუნებრივია მათთან არის ურთიერთობა და მხარდაჭერა. პრინციპი ამ მიდგომის არის ის, რომ ეს პარტია, ჩვენი პარტია არ უნდა იყოს 1, 2 ან 3 ძირითადი წყაროსგან დაფინანსებული, უნდა იყოს ბევრი ადამიანისგან დაფინანსებული, ცოტა და ბევრი, ანუ ჩვენ გქონდეს საკმაოდ ესეთი არ ვიყოთ ვინმე საკუთრებაში მყოფი პარტია, ჩვენ უნდა დაგვაფინანსოს იმ ადამიანებმა, რომელსაც ჩვენ შეხედავენ რაღაც თვისებებს, რაც გამოგვარჩევს სხვებისგან და რომლებიც რაღაცა ვადით რაღაც ნდობას გვიცხადებენ, ხო? და ამიტომაც ჩვენი მიდგომა არის, რომ იყოს ბევრი მხარდამჭერი და იყოს ცოტა თანხები და ვიდრე 2 მხარდამჭერი ან 1, რომელიც თელ ჩვენს საქმიანობას, ვთქვათ, 1 წლის მანძილზე დააფინანსებს. რატომ გადაწყვიტეთ ცალკე პოზიციონირება კოალიციაში ჩაიკარგეთ? იცით რა არის? ამაზე პასუხი ის არის, როდესაც ჩვენ ჯგუფთან ვცადეთ გავლენა მოგვეხდენა, გავლენა ქონოდა უბრალოდ ამ საარჩევნო პროცესზე, უბრალოდ იმ წესებით ჩვენ პრაქტიკულად არ გქონდა არჩევანი ცალკე მდგომი სუბიექტის, თუნდაც იმიტომ, რომ აი ხა ეს ხარ იყო ბრძოლა, საარჩევნო ბრძოლა ბრძოლისთვის, ეს იყო შანსი, რომ არჩევნების პერიოდში და არჩევნების შემდეგ გავლენა მოგვეხდინა რაღაც ლანდშაფტზე, ხო, რომელიც შეიქმნებოდა მრავალპარტიული და ამიტომაც კოალიციური საქმიანობის გარეშე პრაქტიკულად შანსი არ იყო, ხო, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ხელისუფლებაში მისვლის. დღეს ჩვენ გვინდა რომ გავიზარდოთ, ჩამოყალიბდეთ და რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის რა სამწუხაროდ საერთო არჩევანის წინაშე დგას ეს ქვეყანა, სახელმწიფო რა გადარჩება თუ არა, მაგრამ ამის დამოუკიდებლად გვინდა რომ ჩვენ შევიქმნეთ რაღაც პარტიულ ორგანიზაციად, რომელსაც ყავს მხარდამჭერების რაღაც ჯგუფი, ადამიანები, რომლებიც იდეის გამო გიჭერენ მხარს და არა რაღაც სხვა მიზეზების გამო. ამიტომაც თუ ამას არ გააკეთებ დამოუკიდებლად და დაიწყებ კოალიცია არაფერში არ არის, ანუ ჩვენი პარტიული ზრდის და განვითარების გზა მხოლოდ ასე შეიძლება შედგეს და კოალიციაში ეს გამორიცხულია. თუმცა ახლა ფორმალურად კოალიცია ისევ არსებობს, ის მდგომარეობა ოქტომბრის არჩევნამდე რაც არის დარჩენილია ისევ ისეა, ანუ ისია, რომელიც შესული იყო და რომელსაც მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, ესე ისევ იქ არის. მაგრამ თვალშორის ერთი მომენტია, რომ დღეს კიდევ ერთი 30 დღიანი ათვლის პერიოდი დაიწყო და გვიხარვეზა როგორც ცალკე პოლიტიკურ პარტიად ეხლა კიდევ 20 დღე ველოდებით, რომ ეს ხარვეზები თელ ხალხ ჩაბარდა დოკუმენტაცია, რომ ანუ ჩვენ ჯერ კიდევ ის ფორმალური თუნდაც პარტიად გასულ დაფიქსირების ანუ ეტაპი კიდევ ვერ გადავალახეთ ამ პროცესში ვართ.
ფორმალური მხარე. ადრე მითხარით, რომ ლელოსთან გაერთიანების ერთი შეთანხმება ის იყო, რომ ლელო უპირობოდ გაითვალისწინებდა ამ შემთხვევაში თავისუფლების მოედნის ხედვას, რომ ესე ვთქვათ, ადამიანი უნდა იყოს გათვალისწინებული, ხო, ადამიანის გათვალისწინებას. აი ეს გამოვიდა ეს შეთანხმება. რაღაც ნაწილში გამოვიდა, რაღაც ნაწილში ისე არ გამოვიდა, როგორც მე პირადად ველოდი მაგალითად, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია და თქვენ ამბობდით, რომ მე კოალიციაშიც მინდა რომ რჩეველის ფუნქცია შევინარჩუნო და ჩემი უნარები, რომლებიც მე მაქვს, ესე ვთქვათ, კონსენსუსის მიღწევასთან დაკავშირებით და მოსაზრებების რაღაც გამკაფიობასთან დაკავშირებით, ეს უნარები მინდა რომ გამოვიყენო, ვამარტივებ ცხადია, მაგრამ ეს იყო არსი, ხომ? გამოვიდა ესე? ნაწილობრივ ერთ რამეს გამომარტავ, რომ ჩემთვის საარჩევნო ანალიტიკური საქმიანობა კომპრომისების ძებნა, რაღაც შეთანხმების ძებნა ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად უცხო იყო საარჩევნო რეჟიმში მოქმედება, სადაც დინამიკა და ლოგიკა ამ პროცესების განსხვავებული არის ჩვეულებრივი იმ პროცესებისგან, რომელშიც მე მიიღე მონაწილეობა. ანუ ის უფრო დროში არ არის ესეთი სტრესის ქვეშ, არის უფრო გაწელილი და არის საშუალება რამოდენიმე რაუნდი ერთი რაღაც საკითხის გარშემო. ასეთ რეჟიმში მე არ თვითონ მქონია ამის საშუალება, ჩემთვის იყო პირველი ეს გამოცდილება, ამიტომ რაღაც საკითხებში ვთვლი რომ რაღაც ოდნავ წვლილი მაქვს შეტანილი იმ უნარებით, რაც მე გამაჩნია. მაგრამ საბოლოო ჯამში ის, რასაც პროდუქტად გადიოდა საარჩევნო კამპანიაში გარეთ და რასაც ხედავდა მომრჩეველი, იქ გავლენები ალბათ მინიმალური იყო, რასაც თავისთვის ჩემი ჩამდგენთ აქვს ობიექტური ბევრი პირობა და რა თქმა უნდა არის რაღაც სუბიექტური ელემენტებიც, მაგრამ ესეც არაფერი ამაში ისეთი გულდასაწყვეტი და გადასარავი არ არის. რას ხედავდა ამ მომრჩეველი? აი, როგორც ჩემთვის, როგორც ამ მომრჩეველისთვის, შინაარსი პრაქტიკულად დაკარგული იყო მთელი წინა საარჩევნო პროცესის განმავლობაში. თქვენ შიგნიდან როგორ აღიქვთ? იცით რა არის? ეხლა შიგნიდან შეიძლება უფრო გამწვავებული იყო შეგრძნებაც, იმიტომ რომ ერთი ოდესაც თქვენ ელოდებით სცენაზე გამოსული პოლიტიკური პარტიისგან რომ იქნება რაღაც ფასეული, ღირებული და თქვენ ისდარჩინათ რომ ელოდოთ ამას. და როდესაც სადღაც იქ ხარ კულისებში, როგორც მე მაგალითად ერთი რიგითი წევრმა, მე ძღელავ იმაზე რომ იქ მაყურებელს იმას ვერ აწვდი, რასაც ხედავ და მე კიდევ მეტი დამატებული პასუხისმგებლობა მქონი რაღაცნაირად შეიძლება რაღაც უბიძგო რომ უფრო მეტი შინაარსი მივიდეთ. შეიძლება ეს ყოფილიყო მხოლოდ ცალკე თავისუფლების მოედანი შინაარსის განსხვავებული იქნებოდა, მაგრამ ამ შინაარსზე გავლენის ერთმანეთი წევს მექნებოდა მეტი საშუალება. ამ მრავალ ეშელონიან მიუხედავად იმისა გადასარავი ადამიანური ურთიერთობებისა, რომელიც იყო შიგნით ამ კოალიციაში, რა თქმა უნდა, მეც მქონდა ამის განცდა. იყო ძალიან ბევრი კამათი მსჯელობა კოალიციის სუბიექტებს შორის, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ის გავიდა გარეთ, რაც გავიდა და რა თქმა უნდა, მაშინაც მქონდა და ახლაც მაქვს. თარგმნის შეგრძნება, რომ თუნდაც ის გადაუწყვეტელი ამორჩეველი, რომელიც იყო, იმ ამორჩეველს ვერაფერი ძვირფასი ისეთი ვერ მივაწოდეთ, რომ მას ის მოსულიყო არჩევნებზე პირველ რიგში და არჩევანი გაეკეთებინა თუნდაც ლელოს მარტო და არა ისეთი გაგებით, რომ ოღონდ მეც ეხმაო და არა ქართულ ოცნებას. მე ამის თუმცა არის საწინააღმდეგო მოსაზრება, რომ ზოგადად თulis რომ იგივე თუნდაც ლელოს კოალიციამ საკმაოდ წარმატებას მიაღწია იმათა შედარებით, რაც იყო წინა წელს. და ახლა ვიცით უყვარს პროცენტებით, შეიძლება ვთქვა, რომ 300%-იანი და 200%-იანი, მაგრამ გააჩნია ხა ჭიქასავსეც არის პრინციპი, როგორ გინდა აღიქვა წარმატება, რაღაც მოვლენა წარმატება თუ წარმატებობა. გაყალბებასაც ითვალისწინებთ ამ შემთხვევაში, გაყალბდა ეს არჩევნები. ხო, გაყალბება ამ არჩევნებში, ეგ ძალიან საინტერესო კითხვა. გულწრფელად თქვა, გაყალბებამ ჩემი პრიმიტიული ცოდნა რიცხვების და საარჩევნო ტექნოლოგიების მან არ შეცვალა
ის რაოდენობა, რაც ოპოზიციურ ფლანგმა წაიღო და როგორ განაწილდა ოპოზიციურ ფლანგში ხმები. ამ გაყალბებამ ან ჩარევამ და манипуляციამ გაზარდა ხელოვნურად ის ხმები, რა ხმებიც დაიწერა ოცნება. აქეთ მხარეზე მას დიდად არ მოუხდენია გავლენა გაყალბებას მომიძახი შეიძლება პროპაგანდა მიმოქმედა, მაგრამ გაყალბება ანუ манипуляციამ არა. ანუ ის ხმები რაც წარმოიქმნა ოპოზიციამ როგორ განაწილდა ხმები, ეს პრინციპში ამას ვერ დააბრალებ და ამ შემთხვევაში ალბათ გირჩი ყველაზე გულწრფელი იყო თქვა რომ მე რაც არ მომწეს მე როცა ვერ გადავლახე ხუთ ბარიერი თქვა იმიტომ რომ მე ვერ დავარწმუნა მეტი ადამიანი ეს მე მგონი მიდგომა ყველა კოალიციისთვის ანუ მიესადაგება და აი მაგ ჩანსურეთ ის რასაც როგორ ხოთოჟმე ესე უყურებ რომ უფრო სხვანაირად უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი მაგრამ ნუ ხა ერთი ადამიანის აზრი ერთია და პოლიტიკური გამოცდილების მქონე მოქმედი მოთამაშეების მიდგომები სხვა. აი მე რომ ახლა სამი საკითხი დაგისახელოთ თქვათ. რუსეთთან დამოკიდებულება რა უნდა იყოს საქართველოსი, სიგარიბე როგორ უნდა შემცირდეს და თქვათ კორუფციის აღმოსაფხრელად და აქ გულისხმობ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კორუფციას, ანუ რა უნდა გაკეთდეს. შეძლებთ რომ მითხრათ ამ სამი თემის მიმართ თავისუფლების მოედნის შეთანხმებულ ხედვას. მე შევეცდები პირველ რიგში ნუ რუსეთთან დავიწყოთ. ჩვენი ხედვა არის ესეთი რომ ის რომ ცალსახად რუსეთი ოკუპანტია და რუსეთის დეოკუპაციის თემა ეს არის საკითხი რომელიც უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად და გადაწყდეს საერთაშორისო დიპლომატიით ანუ ყოველგვარ ღია კონფლიქტზე ომზე საუბარიც არ არის ეს სალსახა არის და გადაწყდეს მხოლოდ და თუ გვინდა საერთაშორისო ბერკეტებით გადაწყდეს ეს საერთაშორისო ბერკეტებს ჩვენი პარტია და მე მგონი უმრავლესობა ოპოზიციური ხედავს დასავლურ სამყაროში მიხდევათ მე ხო ტექტონური ყევებისა, მოკლედ რაღაც სიურპრიზები რაც ხდება დასავლეთში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დასავლეთში. ხო, ანუ რეალურად თუ რჩები პირისპირ რუსეთთან, შენ არავითარი ბერკეტი აღარ რჩება, რომ აიძულო რუსეთს რაღაცებზე თქვას უარი ან გადასცინოს მისი პოზიციები. ანუ ეს არის ცალსახა. მეორეს მხრივ პირადად ჩემთვის ახლა ის უკვე ჩემი პირადი აზრი არის, მე მესმის აბსოლუტურად უკრაინელის, რომელსაც ყოველდღე ჯოჯოხეთში იღვიძებს და ვერც იძინებს, მაგრამ შენ გააგრძელო ძახილი და ყველაფერი დაიყვანო შენ რუსი, ანუ რუსი გახდა სინონიმი, ჩემთვის ადამიანიდან არა რუსეთის სახელმწიფოა ჩემთვის და ნებისმიერი ადამიანი მის ეროვნების წამსის მიუხედავად ჩემთვის ადამიანია. ანუ აქ გულისხმობთ ეკონომიკურ ურთიერთობებს, აქ გულისხმობთ საემიგრაციო პოლიტიკას, ანუ ამაზე დადის ეს. ამათ თუ დავიყვათ, აქ არის მარტივი რომ რეალურად ქვეყანაში არის უამრავი საფრთხე. და საფრთხე ხშირად არის არა ასოცირებული რაღაც ნაკათალ ადამიანების, ვთქვათ, რუსული პასპორტების მქონე ადამიანები, რომელსაც გადმოვლახეს საზღვარი და უნდა დარჩენ 2 კვირა ან 20 ხე. ჩემთვის მაგალითად საფრთხის შეგრძნება ჩდება იმათი პასპორტების გამო კი არა იმის რომ ამჯერადო ამ ქვეყანაში არის უნარი და მექანიზმი ნებისმიერი შემოსული ადამიანებისგან წარმოშობილი საფრთხე დადგინდეს და განეიტრალდეს. აი მაგალითად ჩატაევის ისტორია, ხო? ჩატაევის ისტორია, რომელიც იყო ინტერპოლში გამოცხადებული და საბუთში ვარკეთილში იყო არსენალით. ანუ ამ პრეცედენტის მე თანაბად მიჩნდება შიში ნებისმიერი რადიკალური, თქვათ, ისლამური დაჯგუფების წევრების, რომლებიც შეიძლება იყოს რუსეთის მოქალაქე, შეიძლება იყოს ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოქალაქე შემოსული. ანუ უსაფრთხოების განცდა მე არ ვამბობ რუსულ პასპორტს, მე ვამბობ ჩვენი სახელმწიფოს უნარს განეიტრალოს ესეთი საფრთხეები. და საფრთხეებთან გამკლობა შეიძლება ისე ვქო, არ შემოუშვა რუსი. ან თქვა რომ შემოვიდეს რუსი, მაგრამ მე თუ მექანიზმები მაქვს ადგილზე, მე მშვიდად თავარ, იმიტომ რომ ეს როგორც კი რუსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა არაკეთილ განწყობილი ან საფრთხის მოქალაქე ვიღაც უცხო ქვეყნის გადადგამს ერთ არასწორ ნაბიჯს,
მას მოევლება როგორც უნდა მოეყოს. მე ეს განცდა მიჩვენე, ანუ აქცენტი და ეს ჩემი პირადი განცდა, მაგრამ მე მგონი ჩვენ ჯგუფში ეს განცდა არ იყოს ეს ეთნიკურ კუთვნილებასთან და პასპორტთან მიმული. სახელმწიფო როცა აგრესორი ადამიანი არ ნიშნავს რანდამაიზ აპრიორი რომ ის არის შენი მტერი. ჩვენ პრაქტიკულად აქამდე არც არაფერი არ გვიცდია, არც წინა ხელისუფლების და არც ამ ხელისუფლებებში რომ იგივე ეკონომიკური ურთიერთობების საკითხი რაღაც კაფედ გვერდ რომ არა, ჩვენ არ გვინდა რუსული ნავთობპროდუქტებით ვისარგებლოთ და არა ისეთი შეთანხმება არ ყოფილა, რაც შემოგვიკეთეს გაუკვირდეს. აქ საუბარია ურთიერთობაზე იმ ფარგლებში, როდესაც მოკლედ აქ ერთი ფუნდამენტური საკითხი შეიძლება. დახურული იყო ბაზარი რამდენიმე წელს. კი, იმათმა დახურეს, მაგრამ ჩვენთვის არ დაგვიხურა, ჩვენ მოვიხმარდით რუსულ პროდუქციას. აქ საუბარი იმაზე, რომ რამდენად გინდა ქვეყანა მისარგებლო, როცა შენ ფიქრობ როგორ ვიცხოვრო, ბალანსი შენი ღირსების შეგრძნების და შენი, ჟანგბადის საჭიროების. და ეს ბალანსი შეგრძნება, რისი მოკლება შეგვიძლია, რისი ჩანაცვლება შეგვიძლია. ჩვენი გუნდი ცოტა მე პირადად მიმაჩნია რომ უნდა გამოგვიდე ღირსების პრინციპიდან და ნახო თუ შენ ხვალ ვერ იცოცხლებ, იმიტომ რომ ამ წუთას არის ალტერნატიული პროდუქტი რაღაც დროებით, სანამ მას არ ჩაანაცვლებ კონკრეტულად, რომ შენ განთავისუფლდე, ესე მაგალითად როგორც გერმანია განთავისუფლდა 2 წელიწადში და ჩეხეთმა ეს იზეიმა რომ რუსულ ნავთობს აბსოლუტურად შეეხსნა და ჩვენ მსგავსი არაფერი არ გავიკეთებია, ხო? აქ შეიძლება ვიღაცა დაიწყოს, ანუ არაფერი გათვლა იმის რამდენად გარკვეული სავაჭრო ურთიერთობების გადასინჯვა გამოიწვევდა გაღარიბებას ან გაჭირვებაში მყოფი ადამიანების უფრო გაჭირვებას, მე ესეთი მოდელი არ მინახავს, ანუ არ მინახავს ახალ დაწერილი, რომ ამას თუ ვიზამ დავიღუპებით, ხო? და პირიქით, ხო, ტენდენცია იმისი, რომ მაინც დაბოლფასიანი დიდი მოცულობით თქვა ღვინო, უნდა წავიდეს ისევ რუსეთში და აღმოჩნდა ისევ ვართ 60%-ზე მეტი თუ არ ვცდები ისევ რუსულ ბაზარზე ჩვენი ღვინო, ხო? ეხლა ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ არ მოვინდომეთ სხვა ბაზრების ათვისება, მოვინდომეთ და არ გამოგვივიდა და შევჩით. მე ესეთი ანალიზიც არ მინახავს, მაგრამ ფაქტ სახეზეა, ხო, ჩვენ მაინც დამოკიდებულები ვართ და ხვალ რომ რაღაცა მომუნდეს რუსეთი გვატკენს. და შეიძლება ხა მოდით ავიღოთ კორუფცია და სიგარების ბოლოს ვიტყვი, ხო, კორუფციას და ეს არის ის თავარი თემა, რა თემაც ალბათ ყველაზე კარგად იყო გააზრებული ჩვენი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს მრავალფეროვნება, მრავალპარტიული მართლობა, იმიტომ რომ როგორც კი ერთი პარტია რაც არ უნდა გულწრფელი სურვილებით მოვიდეს, თუ ის არ არის დაბალანსებული ძალაუფლების განაწილებით და ჩვენ ვერ შევდეგეთ ეგრეთ სახელმწიფოდ, საფრთხე რომ ის ისე მოინდომებს ყველაფერი თავის კლასში მოკლის, ისე რჩება. ანუ ერთ-ერთი გარდამავალ ეტაპზე მაინც არის რომ მრავალპარტიული იყოს, კოალიციური იყოს მართლობა, ესეც აღმართული არავინ იფიქროს რომ იოლია და ამ მართლობით რაღაცნაირად შევამციროთ ალბათობა იმისი რომ ყველა საკვანძო ინსტიტუტს დაწყებული მედიით დამთავრებული სასამართლოდ ჩაიგდებს ხელში ერთი პოლიტიკური პარტია. და ასე შემთხვევაში, როდესაც არის კონკურენცია, როდესაც არის გამჭვირვალობა, როდესაც ყველა დანარჩენი მოთამაშე თამაშობს იმ ფუნქციას დაწყებული საზოგადოებრივი მაუწყებლით, დამთავრებული სასამართლოთი, საგამომძებლო მედია და ასე შემდეგ, იქ პრაქტიკულად სივრცე მკვეთრად მცირდება ნებისმიერი ტიპის კორუფციის, მათ შორის პოლიტიკური კორუფციის. შეიძლება ესე არ არისო ამ საკითხთან პირდაპირ კავშირი, მაგრამ ის ძირითადი თემები, რითაც ჩვენი მანიფესტის ბოლო და პროგრამაც გამოირჩევა და იყო სწორედ მრავალპარტიულობა და კოალიციური მთავრობა და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა. როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა განაგებს რა მართლ ძალასთან კარგ ურთიერთობაში მყოფი ადგილობრივი ფეოდალები იქაურ სიტუაციას. შეიძლება სიყარები. ეს ალბათ იყო ყველაზე პარადოქსული გაგებით, რომ 30-25 წელზე მეტია 30 ხო თითქმის ნებისმიერი ტიპის კვლევებში სიღარიბე ხან როგორც მიზეზი, ხან როგორც შედეგი, ეს კარგ საინტერესო რომ ეცაც მიზეზ შედეგობრივად არ არის დალაგებული ამ საზოგადოების აღქმაში, უმუშევრობა, ფასები, ეს ამოვიდა და ამ საარჩევნო ციკლშიც იყო, ეხლა რომ გავიაროთ პოლიტიკური პარტიების განცხადებაში მეტნაკლებად ეს თემა, მაგრამ არ ყოფილა ეს ისე დამაჯერებად მიტანილი და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენ კონსულტაციაში თავისუფლების მოედანს რამე ისეთი
როგორ ეძახიან ამას ვერცხლის ტყვია, თუ მოკლედ რაღაც ისეთი ჯადოსნური წამალი ჩვენ არ გქონია შეთავაზებაში. სამწუხაროდ ეს იმიტომ რომ ამან გარკვეულწილად მიიღო უფრო მეტი, ანუ აქ ორი მხარეა, ან ადამიანებს სიღარიბეში უნდა უცხარო, მე ყველა საშუალებას გაძლევ, რომ შენ არა შენ ხელებში შემყური არ იყო და გაიმართო წელში და სანამ გაიმართები მანამდე გაგიწევ დახმარებას, მაგრამ მთელი ჩემი ძალისხმევა იმაზე იქნება, რომ შენ იპოვო შენი ადგილი ამ ცხოვრებაში და შენი შრომით ამოხვიდე სიღარიბიდან და ეს პირდაპირი ეკონომიკური კლიმატის გაჯანსაღებაზე, ხოლო ამ შემთხვევაში მე დიდი საწარმოების გახსნა თუ წვრილი საშუალო და მცირე ბიზნეს განვითარება, რომელი უფრო მოქმედებს სიხარებაზე, ამაზე მკაფიო არაფერი არ თქმულა და მე ხარ დავიწყებ, ახლა მე დაუცლებლად დავას იმაზე იქ როგორ უჯობდა, თუ სიგარებიდან გამოდიხარ, ყოველ შემთხვევაში მსხვილი საწარმოების სიგარებას არც ერთ ქვეყანაში ვერ ფარავს, ის შეიძლება იყოს წამყვანი მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკისთვის, მაგრამ საშუალო და ქვედაფინისთვის ის არ არის გადამწყვეტი მისი კეთილდღეობისთვის. და მეორე მომენტი არის შენ თქვა რომ ნუმუყელო თორე სიგარებაშიც კი მე არ ვიცი ხა ხელფასებს დაგინიშნავ სიტყვაზე მესაფლავებად ან სასაფლაოს დამრიგებებად კონკრეტულად ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის კმაყოფილზე სხვადასხვა ფორმით მე შენ შეგვსვამ და ხა შენ პატარეს კიდე რაღაცას გააგრძელებ მეურნეობაზე მაგრამ ჩემში გამოვკვდები ვერც გამდიდები მაგრამ იცხოვრებ ეს არის ესეთი დამახინჯებული სხვადასხვა მიდგომა მაგრამ ხელებში შემყური საზოგადოების დატოვება მე მაინც თაბეჭდილება დამჩა რომ სხვადასხვანაირი ფორმით პოლიტიკურ საარჩევნო პროცესში აქეთკენ გადაიხარა ნამდვილ გაჯანსაღებაზე თუ არ ჩავდეთ 1-2-ს რომ მოწყალდის იყო გადასახადების დაწევაზე ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა თქვა რეალურად მთლიანობაში თან ცოტა რამე თქმული და ბიზნესიანი ხალხი რომელიც ქმნის დოვლად რომელმაც უნდა რაღაცნაირად გაჯანსაღებას მოგაწვიზახი რომ ყველა კალიბრის სამეწარმო საქმიანობა გაიშალოს ქვეყანაში და რა ჭირდება ამას ეხლა ჩვენ გესმის რომ ამას ჭირდება იგივე სასამართლო იყო თავის ადგილზე და წესები იყო თავის ადგილზე ირიბად მაგრამ აი ამ კუთხით ამის დანახვა რომ სტიმულით შეიქმნა ხო აი გულწრფელად მე მგიტყვა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაც რომ მაგალითად თუ პოლიტიკოსები შევთავაზებოდნენ 5 წელიწადი სიტყვა დემოკრატიას არ ვახსენებთ და რაში ნარსავდებთ ამას სიტყვა დემოკრატიის გარეშე აუხსნეთ ადამიანებს ალბათ უფრო მეტად რაღაცას დავაჯერებთ და გავაგებინებთ იმიტომ რომ აი სასამართლო რომ არ ვარგა სასამართლო და თქვათ ირაკლი ხაძე გამოვა და დაადასტურა რომ მე არაფერი პრეტენზია არ მაქვს სასამართლოსთან ხო შეიძლება აუხსნათ ადამიანებს რომ არ არის გასაკვირი ირაკლი ხაძეს რო კონდეს პრობლემა მაშინ საერთოდ გაუგებერეს ქვეყანა როგორ არსებობს ხო მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს რომელსაც აი პატარა ეთიბეწო მეწარმეა, რა ქვია, მიკრომეწარმე არის. აი იმას რომ რამე გაუჭირდეს სასამართლოში რო ვერ იპოვი სასამართლოს ეს შინსავს რომ ეს კლიმატის ბიზნეს ვერ გაჯანსაღდება და ამ კუთხით ახსნა ამის რომ თუ ხალხი ხელებში შემყურია და დოვლაც ვერ აგროვებს ხალხის ძალაუფლება არის ბუტაფორია. აი ირაკლი ხაძე ახსენეთ და გვახსოვს ჩვენის ცნობილი სასანქციო სია, სადაც ეს მსხვილი ბიზნესის ნაწილი იყო მოხსენიებული როგორც ეგრეთ წოდებული enabler-ი, ხო, რაღაც საყრდენი რეჟიმის. აი ამ ადამიანებთან საკომუნიკაციო ენა თავისუფლების მოედანს აქვს და როგორ ფიქრობთ, აი მათთან კომუნიკაციის გარეშე აი ამ ავტოკრატიულ სისტემაში შესაძლებელი არის ცვლილების მიღწევა? არის ამ შემთხვევაში ხო ამაზე გულწრფელად გეტყვით რომ ეხლა ამ ადამიანებს ვისაც იქციაში საკუთრივ პატარა და ყოველს რაღაც სხვადასხვა არქით ურთიერთობა აქვს. მაგრამ როგორც ახლა პარტიას თავისუფლების მოედანს არ გვიფიქრია ამაზე, ყოველთვის მე ვიხსენებ, რომ თუმცა რომ მათთან რაღაც გაგვიხსნა ფორმატი დიალოგის. შეიძლება ეს იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ისინი რაც უნდა გაბრაზებული იყოთ მოაწყე ჩემთვის პირადად ყოველ შემთხვევაში უფრო მძევლები არიან ამ სიტუაციაში ვიდრე მუსიკის შემკვეთები რა დამკვეთები ბევრი მათგანი ისე გახდა დიდი ბიზნესი ხა უხაძეს ეს არ ეხება შეიძლება ეხება რომლებიც ამ თამაშის წესებით ამ უწესო თამაშის წესებით არა
თანამედროვე დასავლური სამყაროს თამაშის წესებით უფრო მორგებულია, მას ასე შექმნა მან თავისი რაღაც ბიზნეს სამყარო და იცის ეს და მას სულ არ ადარდებს სასამართლო როგორ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ მან იცის სასამართლოს მიღმა როგორ შეიძლება თავისი გაიტანოს. და ამიტომაც მათთვის ის რაც ჩვენ გვტკივა არ არის არაფრის თქმელი რა მას იმ რეჟიმით უჩვენე პირობითად მაგრამ დავარქვათ რუსული ბიზნესის მოდელი ან სადაც არ არის კანონის უზენაესობა ანუ სადაც წესი არ არის კანონი არ არის და სხვა რაღაცა წყვეტს ხო ვინ არის მტყუარი და მართალი ასეთი ადამიანებისთვის ჩვენი სათქმელი ძალიან ცოტაა რა რომ დავაჯეროთ რომ ესე გაგზელება საბოლოო ჯამში თუმცა ხა იმათმა ჩვენზე კარგად იციან რომ თითოეული მათგანის წარმატება საფრანგეთზე კიდია რა და შეიძლება უცებ ამოტრიალდეს და გადადაკეთდეს იმიტომ რომ როცა ქვეყანა ესე იმართება მაგრამ ჩვენთვის მაინც ძვლებია რას რომ არ ქონია ესეთი ხედვა რომელიც თქვენმე ცოტა ხნის წინ გამიზიარეთ ხომ გესმით რომ პირდაპირ ინეიბლერების წინააღმდეგ მიმართული ხედვა ბუნებრივია იმიტომ რომ ის რა არის ხა ის თუ თუ ისინი ეყოფათ გამბედაობა და გამოდიოდა ეთქვა რომ ჩვენ ისეთ ქვეყანაში გვინდა ცხოვროთ როცა ჩვენ ჯგვალზე ივერეთ ეს ქვეყანა ან ამ წესების გარეშე რა იცხოვროს ქვეყანა ეხლა თუ ამის გამბედაობა ექნება გამოვიდნენ თქვა მაგრამ საბოლოო ჯამში ხო ხვდებიან რომ ადრე თუ გვიან აი როცა ვიძახეთ რომ ევროპა გვინდა მაგათ ასობით გვინდა ეს მაგას გულისხმობს პირველ რიგში რომ წესერად უნდა იცხოვრო რა და ეხლა უწესო ადამიანებს ჩვენ უწესობით აქვს ფული დოლარი შექმნილი ну, ყველანაირად გეკაჩება შინაგანის, რომ იქ გეშინია იმ ცხოვრებას. იქ შენ გიხარია ფულის ხარჯვა, შენ ფული არ იქ შენ არ შეგიქმნია ეს კაპიტალი და ეს დოლარი. და ხა იმათ მეც რომ მომცარ ველაპარაკო ესმით, მგონი გადასარევად, რომ იქ გარკვეული რისკები არის. თუ ქვეყანა საქართველო გახდება ესეთივე წესიერი ქვეყანა, როგორც მაგალითად დიდი ბრიტანეთია. თუმცა ხო ვიღაცები დიდი ბრიტანეთსაც უწონებენ, ხო, დემოკრატია სამწუხაროდ ოკეანის გამოდანაც და აქედანაც რა, მაგრამ ესეა და ხო, ასე რომ აი მათთან არ ქონია შეიძლება შესაბამაც იყო, შეიძლება ამაზე დასაფიქრებელი არის. მე უცბად გეტყვით რომ მე ვერ ვიხსენებ რომ ამაზე ჩვენ გვიფიქროს. Free Business G-ის პლატფორმის შექმნა რა სიგნალი იყო? იცით, ეგ იყო ისწორედ ის სიგნალი რომ ბიზნესი ერთი ესეთი რაღაც ესე უსახური ერთი რაღაც ამორფული ან რაღაც ესეთი ორგანიზაცია არის რომელიც მძევალია რომ აქ ამ სფეროში არიან თავისუფალი ადამიანები და ადამიანები რომელსაც აქვთ ღირსება და რომლებსაც უნდათ სამართლიანი წესებით აკეთონ საქმე და ისინი ხედავენ რომ გამყოფია მათთვის რა რომ რუსულ სივრცეში ანუ თუ შენ ცდილდები დასავლურ სივრცეს გადადიხარ რუსულ ან იგივე ჩინურ სივრცეში ეს სამართლიანი წესებით ვერ იცხოვრებ ანუ ვერ აკეთებ საქმეს ამიტომ მათთვის ალბათ ეს ტკივილი ორმაგია ერთია როგორც მამულიშვილის რომ ქვეყანა სად მიექანება და მეორე არის რომ მათი სწრაფა კითხვა რომ დაალაგებულ ჯანსაღ კონკურენტულ სივრცეში აწარმოონ გააგრძელონ სამწარმოო საქმიანობა მათ ამ უცნებას უკლა. ამ ორმაგი ჩვენ წამოდით ორმაგი ტრავმაა რა. გიორგი ბაჩიაშვილის кейსი რა იყო და რაზე უნდა დაფიქრდეს მათ შორის ბიზნესიც? იმ გარემოშიც კი რომელიც დაახლოებულია იმპერატორთან ან უზენაესთან ან მამა და მაჩნათან იქაც შეიძლება იყოს ადამიანები რომელსაც უფრო მეტი დოზით აქვს რაღაც შინაგანის სამართლიანობის შეგრძნება თუმცა შეიძლება უფრო მეტად ავანტიურისტები არიან ვიდრე დანარჩენები იმიტომ რომ შესაძლოა ხა ლონთან გალიაში ესე შედი გამოდიხარ რადგანაც რატო უნდა გქონდეს იმის შეგრძნება რომ ხო მოიქნიოს კლანჭი შეიძლება ხო ანუ ეს იყო ისეთი უცნაური შემთხვევა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მაგრამ არა ისეთი რომელიც რაღაცის რღვევას და რაღაცის ჩამოშლას და რაღაცების კატაკლიზმს არა იმიტომ რომ იქ პრინციპში დროთა განმავლობაში ისე როგორც ახლა მე ვაკვირდები ჩვენმა მართლმა სტერილური პოლიტიკური სივრცე შექმნა ანუ დაიწყო ნელა ოპოზიციური ფრთის მოკლედ სტერილიზაცია მაგრამ საკუთარ მომხრეებს შორის ხო როგორი მოიშორა დამოუკიდებელი აზრებს მქონე ადამიანები რაღაც პრინციპების ადამიანები და რაღაც სელექცია ჩაატარა ხო
ეხლა ეს საჯარო სივრცეში მოახერხა ამის გაკეთება და წარმოდგენა ამ სელექციაში მოყვა შესაძლოა ბაჩიაშვილიც. ხო, შეიძლება. ხო, თვითონში მე ვუშვებ, რომ შიდა სივრცეში ესაც ბიზნეს სივრცე ქვია, თუმცა ახლა ხაზახს სხვარები წაიშალა, იმიტომ რომ მთელი საკადრო ნაკადები მოდიოდა მისი ბიზნეს სამყაროდან, ხო? უმეტესობა ყოველ შემთხვევაში ის რომელთაც ჩანასვლან დანარჩენები და იქ ალბათ სელექცია უფრო მკაცრი იყო, ალბათ. მაგრამ ამ სელექციაშიც, თუმცა ახლა ვერც მაგაში გამოიჩინა პრეზიდენტები ყოველთვის შეეშალა არჩევანში და შეიძლება იქაც ყოველ 100%-იანი არ იყო ეს სელექცია, მაგრამ მე იქ ვერ ხედავ რაღაც სისტემური დაშლა ჩამოშალ რო გიყვარს სიტყვა, მე ამის საფრთხეს ვერ აღვიქვამი. აი, დღეს რას უპირისპირებთ ამ ახალ გზავნილს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია და პატრიოტიზმი შეიძლება რაღაცნაირად დაპირისპირებული თემები იყოს. სასწორზე დადება ასეთი კატეგორიების, ეგ არის საოცარი რამე იმ გაგებით, რომ ქართულმა ოცნებამ მოახერხა შეექმნა ფსევდო რაღაცა მოგონილი ამ გამოიყენა ცნობილი სიტყვა პატრიოტიზმი, ღირსება, სუვერენიტეტი და აბსოლუტურად გამოაცალა შინაარსი. მშვიდობას გამოაცალა შინაარსი. და აღმოჩნდა, რომ რაც უფრო მეტ აბსურდს დაუპირისპირებ რაღაცას, ის უფრო მეტად დამაჯერებელია რაღაც კატეგორია ადამიანებისათვის. სამწუხაროდ პოლიტიკურმა სპექტრმა. ხო, ეს ყველაფერი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ბოდვებში ორიგინალური ეს ექსკლუზიური ქართული არ არის, მაგრამ ის მიდგომა, რომ თქვა, რომ მე უნდა დავბომბო კიევი, რომ რუსეთი გადარჩეს, ხო? ეხლა ამ პოსტულატს რო იჯერებს უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქეების, ისეთივე კატეგორიაშია ვიღაცა იჯერებს, რომ მე პატრიოტიზმს ამით ვამტკიცებ, რომ მე ვებძვი, ანუ ვარს ვაცხადებ და არ მინდა ლიბერალიზაცია რა. და ასე შემდეგ, აბსოლუტურად, ასეთი შინას გამოცლია და სამწუხაროდ ცნება სუვერენიტეტის ჩვენ საერთოდ არ გვესმის რა არის და ამ უშინაარსო სიტყვების გამოყენების გამო მგონია უადვილეთ ოცნებას ჟონგლიორობას. რატო არის რთული გესმოდეს რა არის მშვიდობა, ანუ რა ტიპის შიშებზე ან რაზე რით მანიპულირებს, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება. მე არ მივეკუთვნები, მე ხა მე მესმის არგუმენტების, რომ ხა ზურა ჯაფარიძეს ხშირად ეს ნათქვამი საჯაროდ, რომ ვერ მოიგძებნა ძალიან მარტივი რაღაც კონსტრუქცია, რაღაც ფრაზა, რომელთაც განეიტრალდებოდა აბა მშვიდობა გინდა, მაგრამ მე შეიძლება მარტივი ვერ მოიგძებნა, მაგრამ მე არ ვიზიარებ იმას, რომ არ ღირდა და არ შეიძლებოდა შინაარსი ჩაგვედო მშვიდობა შორის კონკრეტულ მაგალითებზე გვეჩვენებინა და საერთოდ აგვიხსნა რაზე იყო საუბარი, ხო? ის რომ მოწინააღმდეგემ შიშებზე ააგვეს ყველაფერი და შეშინებულს მე ყველაფერზე ელანდება, ხო? ეხლა იმისი დარწმუნების ჯერა პროფესიონალებს, სოციოლოგებს, კომუნიკაციის სპეციალისტებს უამრავი მეთოდებია, როგორ შეიძლება ეს მით უმეტეს თუ ორკესტრირებულია, როდესაც ყველა სხვადასხვა მოთამაშე ამას ადამიანურ ენაზე უხსნის. ანუ შეიძლება ამის ახსნა. შეცდომა იყო ამის ჩემის აზრით არ ახსნა. მე არ ვარ მაგის სპეციალისტი, მაგრამ ეხლა მე თუნდაც იმას საგიაზრის ფარგლებში. ხო, აი ეხლა ჩემთვის მაგალითად რომ დამიტებ მშვიდობა ჯერ ერთი მაგალითად იწყებოდა იქიდან, რომ ასლაპარაკო ოპოზიცია რომ გაემარჯვოს, გინდა თუ არა დაბრუნდება, მიშა დაბრუნდება, ხო? ანუ ტერორი შიშის გასწრა ჩემთვის ის უმეტად მეგონი ის იყო, რომ აი მიშა რომ დაბრუნდეს, იქ მშვიდობა არ იქნება. და თუნდაც იმის ახსნა, რომ არ არის რესტავრაციაზე 2005 წლის ან 2008 წლის რეჟიმის არც მრავალპარტიული კოალიციაში პირობებშიც გამორიცხულია, იმიტომ რომ მის შიგნით გაცილებით მეტი ადამიანი, რომელსაც წარმოუღებელია ესეთი რა, ხო? აი, იმიტომ რომ ეხლა ეს საიდან მოდის მტერი, ანუ მშვიდობა რო არ იყოს, იგი მტერი უნდა იყოს, ვინ არის ეს მტერი? არის ეს შიდა მტერი და ამის ახსნა რომ ეს შეუძლებელია სირთულეს არ წარმოადგენს, თუნდაც რანაირად რომ მიშას გამოუშვებენ და ეს შეიძლება ვამპირი რო გამოუშვა და მე გადაჭვა, არა, გამორიცხულია. დანარჩენი გარეთ ვის უნდა ეომორა? აი, მშვიდობის დარღვევა, აი ეს ახლა დღესაც რო ისმის ჩათრება ომში. ანუ როგორ ახლა ვიღაცა გვაიძულებს რომ ავისხათ აბჯარი რომელიც არა გვაქვს და ჯარი და გავიდე და ვეტაკოთ, ანუ ძალით ამას როგორ გაიძულებთ. ანუ ეს ხო ყველაფერი აბსოლუტურად მოგონილი არის და ანალოგიები ახლა აქ ამ წუთას ჩვენ ვარჩიეთ
შევგვებოდით ოკუპაციას და უარი ვთქვით აქტიურ საომარ მოქმედებაზე, მაგრამ აბა ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც ახლოს ოკუპანტებთან ცხოვრობენ, რომელ მშვიდობაზეა ლაპარაკი. იმ გალელ აფხაზეთში გალელებს ვკითხოთ, რომელ მშვიდობაზეა საუბარი, ხო? ჩვენ ილუზიას შევქმნით, თუ ეხლა მე თბილისში ვიმას ვერ ვზნობ, იქ რა ხდება, ხო? ანუ ეს მოჩვენებითობა თუნდაც ეხლამდელი გაყინული კონფლიქტების, რომელიც ჰქონდა ძირითადად უკრაინას 2014 წლიდან. და ამას ვუძახით მშვიდობას, რომელიც როცა უნდება 60 კილომეტრში აქედან დაყენებულ ტანკს აქ გამოსეირნება, ეს არის მშვიდობის გასაგებია. საომარი ცხელი მოქმედებები არ არის და ამას არავის არ უნდა და ყველა ამბობს, რომ ჩვენ გვინდა ნამდვილი მშვიდობა დადგეს, როდესაც ოკუპანტს მოვიშორებთ და ჩვენ გვეყოლება ძლიერი ხარდამჭერები. და ჩანაცვლო ფსევდოსუვერენიტეტით, ანუ მე არ მინდა ხა დასავლეთმა მიკანახოს, შექმნა ილუზია, რომ მე ასე მშვიდობას ვინარჩუნებ და მე ვხდები ნეიტრალური და ამ დროს ნენელად ცურდები და გადადიხარ სხვა მიზიდულობის ორბიტაზე, იმიტომ რომ შენ არა გაქვს საკუთარი ძალა. ფეხზე იდგე გამართული, ვარ არა ვარ გამართული ქვეყანა, თუ არა ხარ გამართული ქვეყანა, სხვა ორბიტაზე მოხდები. ანუ შენი მშვიდობა უკეთეს შემთხვევაში ჩანაცვლდება ვასალობით, მორჩილებით, რომელიღაცა სხვა ძლიერი სახელმწიფოსი და მაშინ არჩევანი მიდის იმაზე, ისე ჩვენ უარი ვთქვით ძლიერ ევროპაზე, რომელსაც ჰქონდა საშუალება ჩვენ წელში გამართულიყავით და ყოფილიყავით ბევრსვენული ქვეყანა და ვასალობაზე ვამბობთ თანხმობას 40 წელიწადში ვისი რომელი ქვეყნის. უკეთეს შემთხვევაში ჩინეთის, უარეს შემთხვევაში რუსეთის, ან ორივეს. ჩვენ პირველი ინტერვიუს დროს თქვენ პოლიტიკოსების რანგში თქვენ ასეთი რამ მითხარით, რომ რუსეთს და დასავლეთს ამ შეპირისპირებას გვერდით გავწევდიო, დასავლური ცივილიზაცია versus აღმოსავლური ცივილიზაცია, ეს უფრო სწორი ფორმულირება მგონიო. ასე ფიქრობთ დღესაც იმავე აზრზე ხართ? კი, აბსოლუტურად. მე არ ვიცი მაშინ თქვი თუ არა, მაგრამ ეს ვთქვი, რომ მე გარკვეული შიშები მქონდა ევროკავშირისკენ მოძრაობისკენ, იმიტომ რომ მას შეიძლება ფუახაზარში განებივრება ჩვენი, მაგრამ ის რომ ცივილიზაციური არჩევანი ეს არის ევროპა და დღეს მე უფრო მეტად შემოვთქვი, რომ ეს უფრო მეტად კრიტიკულია, თუნდაც იმიტომ რომ ტრამპის დამსახურებით დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა გამოვა ამ რაღაც გაუგებარი ლეთარგიული ძილისგან, გამოფხიზდება, ღირსების მომენტი აიწევს და ესეთი რაღაც განებივრებული კეთილდღეობის ქვეყნიდან გადავა ქვეყანა, სადაც ღირსება და სადაც უნარი დაიცვა შენი პრინციპები, ეს უნარი მას ექნება და არ იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ ევროპა პრაქტიკულად მისი სუვერენიტეტი დათმო ამერიკული სამხედრო მანქანის ხარჯზე ის დასრულած უნდა თავს რუსეთისაგან. ეს მაგალითი ევროპის მაგალითი. ამ შემთხვევაში ალბათ შეერთებული შტატების მაგალითი არ გამოდგება, თუმცა ეს დროის მცირე მონაკვეთია. ნებისმიერ დასავლური ცივილიზაციის მისი ყველა აი ამ რყევების მიხედავად მისი ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს, თუ გვინდა ვიყოთ მართლა გვესმოდეს რა არის თავისუფლება და რა მოჩვენებითი, გვესმოდეს რა არის ღირსებითი ცხოვრება ადამიანებმა, არ გიშინოდეს რომ შენ იდენტობას დაგარკვევია. ეს არის პარადოქსული, რომ ჩვენ იმაზე გვაპრელებენ და ის არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შენ შეგიძლია შენი იდენტობა შეინარჩუნო, ეთნიკური, ისტორიული, როგორიც გინდა, ხო? და ამაში მოამრავს ახსნებდნენ, რომ თუნდაც შენი რაღაც კუთხე შეინარჩუნო და არ წაიშალოთ, რომ ჩვენ დღეს ჩვენ იდენტობისთვის არაფერს არ ვაკეთებთ, თუ დაიცლება და უკვე დაცლილია დიდი ნაწილი სოფლებისას, ჩვენ სტრატეგიულებში დაგვშება იდენტობის მომენტი, რა არის ის ქართველობა, ქართული რაღაც წესი, ცხოვრების წესზე ვიძახი მე, შრომის წესი, ეს ყველაფერი სტრატეგიულ დონეზე დაგვშება რა. დოკუმენტური ფუნქციაც არ იქნება, სტრატეგიულ დონეზე დაგვშება და ევროპა არის ის, სადაც ამის გადარჩენა შეგიძლია. ამიტომ კიდევ უფრო მეტად ჩანს ჩემთვის ცხადად, რომ ეს ამ ცივილიზაციურ გასაყარზე ჩვენ ერთ-ერთი არჩევანი ეგ გვაქვს. თუმცა აქვე დავძენ რომ მე გვესმის გამძაფრებულია ეხლა ეს ყველაფერი შარშანას ერთის რესურსზე ჩვენ საუბრობდით, მაგრამ ეს თუ ეხლა ვერ შევძელეთ არნიშნავს, რომ ჩვენ დავასრულეთ არსებობა ქვეყანა. უარეს დღეებში ყოფილა ორბიტაზე გადავსრულია ბედ ჩვენ, ამიტომაც მგონია, რომ აი ესეთი პოლიტიკური ჯგუფი როგორიც და ახლებიც რომლებიც ჩდებიან, ახალი თაობა მოდის და სხვადასხვა გაერთიანებები და მოძრაობები არის
სერიოზული ფიქრი, გრძელვადიანი მუშაობა, განათლება და განმანათლებლობა არის ის, რაც მე მაინც იმას მაძლევს, რომ თუ ეს მომენტი დღეს ვერ გამოვიყენეთ, ჩვენ მაინც გვაქვს შანსი რა, რომ იქითკენ გავაგრძელოთ მოძრაობა. ამ დაპირისპირების ერთ-ერთ მაგალითად თქვენ მოიყვანეთ ანაკლის სპორტის პროექტი. დღეს უკვე ვიცით, რომ ჩინური ინტერესი არის ანაკლის სპორტის პროექტში 49%. მნიშვნელოვანი დივერსიფიკაციის გარეშე, გეოპოლიტიკურად და შესაძლოა ეკონომიკურადაც ცეცხლს ვეთამაშებით. ესეთ რა არის? მე ჩემი პირადი გადმოსახედიდან ჩვენ რომ გონიერება გქონდეს სახელმწიფოს და მართლ ელიტას, ვინც მართავს სახელმწიფოს. მე ჩავთვლით, რომ ესეთი თამაში, სარისკოა, მაგრამ ღირს. იმიტომ რომ გინდა ჩინეთთან ურთიერთობს და ეთამაშება ყველა ძლიერი სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩინეთს აქვს თავისი ამ გლობალური ყოველ შემთხვევაში თუ ეხლა მთელი მსოფლიო არ გადაერია ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები, იზოლაციაზე არ გადავიდა ყოველ შემთხვევაში ამერიკაც რომ თავში ჩაიკეტო და მას შეუძლია თვითმყოფადი ქვეყანა არის, მთელი მსოფლიო და ჩინეთმა მაგას დაალაგებს რაღაც ამ სავაჭრო ურთიერთობებს. ამ ურთიერთობებში ჩინეთთან პირისპირ არჩენა არის ძალიან საშიშარი, როცა მარტო ხარ. და თუ შენ ხარ იმ რაღაც რაციონალური ჩინეთი ჩემთვის არ არის ის უფრო რაციონალურია მისი მიზნები პრაგმატულად გააზრებულია და შენ შეგიძლია დაინახო ეს და თუ შენ ამ თამაშში მონაწილეობ მოგეთ კარგ ჯგუფში და არ გადაიშვები თავგანწირვით მარტო იმიტომ რომ ძალაუფლება შეინარჩუნო ანუ ამ ვასალთან მეტი შანსი აქვს ძალაუფლების შენარჩუნება მისვიდა იმ ევროპასთან რომელიც სანქციებს გიწესებს ხო თუ კარგ მოთამაშეებთან ერთად შედიხარ ამ თამაში, მეჩნია რომ არაფერი ამაში ცუდი არ არის და შენი როლი პრინციპში მაკრო ამ სავაჭრო იმაში სწორედ ის არის რომ შენ ჩინეთსა და საქართველოს შორის ხდება. მე მეორე მაგალითს გაგახსენებ. პრაქტიკულად 59%-ის დივერსიფიკაციას იქ. კი. რატომაც არა? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო ეს დამოკიდებულება ჩვენთვის დავიკარგეთ ჩინეთის ერთი დიდი რაიონული ქალაქის ხელა ვართ, მაგრამ მთელი ქვეყანა, მაგრამ რეალურად მთელი განვითარებული ძლიერი სამყარო ცდილობს რომ რაღაცნაირად დაალაგოს თავისი და პრაგმატულად დაალაგოს ეს ურთიერთობები ჩინეთთან. ჩინეთი იდეოლოგიური ექსპანსიას არ ეწევა. არ აქვს გაფართოების და დაპყრობის, მოშეთქოში რუსულის არაფერი მსგავსი, ის პრაგმატულად ცდილობს გავლენები იქონიოს და მას ჰქონდეს როგორც წარმოებელს უნდა გასაგების ბაზრები. და ამ განლაგებაში ჩვენ შეგვიძლია უამრავი სარგებელი ვნახოთ. ოღონდ ისევ აი ანალოგიისა მე ის კი არ მაშინებს რუსი მოქალაქე შემოვიდა ამ ქვეყანაში, აქ რისი უნარის მქონე დახვდა მოთამაშე. ასევე თუ ჩემი მართველი თავისი ინტერესების გამო იღებს გადაწყვეტილებას და არა ქვეყნის ინტერესებიდან, ჩინეთიც საფრთხეა. ირანიც საფრთხეა, ყველანი საფრთხეა და მთელი ქვეყანა საფრთხის ქვეშ არის. ასე რომ ჩემი მაინც მიდგომა არის, რომ თუ ჩვენ ჯანსაღად მართავთ ქვეყანას, ჩინეთთანაც გვექნება და უნდა გქონდეს ურთიერთობა პრაგმატულად და ისეთ ძალიან ძიმე მეზობელთან, როგორც რუსეთი არის. ქართულ ქარტიაზე დებდით ფსონს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის კოორდინაციის ნაწილში. გაამართლა მან დღეს არის რაიმე კონკრეტული ასე ვთქვათ შედეგები ამ კუთხით მიღწეული დაგეგმილი არის კონკრეტული ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით. მე მქონდა მოლოდინი, მე მოვისმენე ბევრი აზრი საწინააღმდეგო არ მოხრე. მე ერთ-ერთ სიკეთეს ამ ქარტიაში ვხედავდი იმას, რომ ტექნიკური თუ როგორი მთავრობაც არ უნდა დავარქვათ, ამ მთავრობის საკვანძო კომპოზიციის შემადგენლობა შეთანხმდებოდა არჩევნებამდე. და მას ეკრებოდა ორი დიდი პრიუსი. ერთი ის, რომ ის აჩვენებდა, რომ ამ ჩვენც დავინახავთ მოთამაშეები, ჩვენ უნარი გვაქვს შეთანხმებებზე წავიდეთ, რომელიც გარდაუვალია გამოჯვების შემთხვევაში უნდა წასულიყო ამ შეთანხმებაზე. ანუ ეს უნარი და მეორე პერსონიფიცირება დაეხმარებოდა გარკვეული შიშების განეიტრალებაში, ანუ როცა დაინახავთ ადამიანები, რომ პრემიერის და საკონცერტო ფიგურებს იკავებდნენ ესეთი კონკრეტული, არ რაღაც აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული ადამიანები, ბევრი შიშები გაქრებოდა.
მე ამის დიდი მოლოდინი მქონდა და იმედი და ეს იქნებოდა ჩემი საერთოდ ქარტიის პროცესის, არა თვითონ დოკუმენტის, არამედ პროცესი, რომელსაც იშვა ქარტია, ამ პროცესის ყველაზე დიდი სარგებელი და ძალიან წლება გული, რომ ახლოსაც კი ვერ მივედით ამასთან. ბევრი მიზეზებზე ეხლა არ დავკონკრეტდები, მაგრამ ამის შესაძლებლობა იყო. ფერმერობას ისევ აგრძელებთ? ვაგრძელებ, მაგრამ ჩემთვისაც ეს უკვე ხდება ისეთი იმ ეტაპში, როდესაც უკვე ბავშვობის ასაკიდან გამოვიდა ჩემი მიდგომებით, ემოციებით და ის, რასაც ვზდიდით და ეხლა უკვე ფეთს დამდგება ამ დამიდასტუროს, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად გააგრძელოს არსებობა და მოიტანოს რაღაც ბარაკა და არ იყოს ჩემზე დამოკიდებული, მაგრამ მაინც ოპტიმიზმად ვარ განწყობილი, მიუხედავად ყველა უსასრულო წინააღმდეგობებისა. საკუთრების უფლების პრობლემა გამოსწორდა? არა. გადამწვარი ბაღის ამბავი გაირკვა, მიაღწიეთ სასამართლომდე. არა, ჩანიშვილიც კი არ არის სასამართლო. ეს ყველაფერი რაც იყო, ისევ იქ არის პრობლემები, ანუ სისტემური ხასიათის პრობლემები და არც ახლა იმისთვის ვინ მოიცალა, რომ პროდუქციის სასაქონლო ბაზარი, ბირჟა რაღაც არსებობდეს და მოკლედ კონკურენცია იყოს და არაფერი მონოპოლიები როგორც იყო, ისევია შეიძლება უარესიც. არაფერი არ შეცვლა. აი ამ რეაქციული კანონების პირობებში, რომლებიც თავისუფალი არჩევანის ნებისმიერ გამოვლინების, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ამოქოლვას ემსახურება, ვინ არის დღის წესრიგის გამწევი ძალა, ქართული ოცნება, ოპოზიცია, პროტესტი რუსთაველზე და რა სივრცე რჩება ცვლილებისთვის და მოქმედებისთვის? ესეთ რაღაცა მომენტიდან უკვე გაჩნდა, მე გამიშთა ყოველთვის შეგრძნება, რომ ყველა თავის გზით რაღაცას აი ცulis რომ უბერავს რა. ანუ და რაღაც ყველა თავის განზომილებაში თავის სიმართლეს ამტკიცებს. ანუ ეს აი თეორიულად წარმოგვიდგენია, იყო თუ არა, მე არ მსმენია მინის შემოწმება, რომ რაღაც მსხვერპლ მაინც იყო, რომელიღაც ეს დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები სადღაც დამსწრალი იყვნენ და რაღაცა საუბრის, იმიტომ რომ ერთ ქვეყნის შვილები ვარ და უამრავი საერთო ნაცნობობა და ხა პიროვნულ დონეზე უამრავი ურთიერთობებია. ყველამ თავისას აგრძელებს და რაც დრომეტენ გადის ეს დაშორება ამათ შორის, ანუ სხვადასხვა ორგანიზმებიდან მგონი სამ განზომილებაში გადავედით, ანუ ქართული ოცნება, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და საზოგადოება. ვთქვათ, აი რუსთაველი, ხო? და მათი გადაკვეთები არის მინიმალური. ეს ოცნება უჭერს და უჭერს, იმიტომ რომ მან ამით ერთ-ერთი აჩვენა, რომ არავითარი მოდუნების და შერბილების არავითარი სული არ გააჩნია. და იღებს ერთმანეთი ახლა იმასთან შედარებით, რაც მან ახლა კანონები მიიღო, რაც ეს რო შევადაროთ ავადსახსრებელ გამჭვირვალობის კანონს, გამჭვირვალობის კანონი ამასთან შედარებით არაფერი არ არის, ხო? ამას უმეტოდ, მაგრამ ჩვენ ახლა უკვე ეს უკვე აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ უკვე მზაჟღუბლოვანი გაღიზიანების ფენომენია, მაგრამ ის თავისას აგრძელებს. ანუ ეს დაჩქარებული მეთოდით მივდივართ ჩელიაბინსკში, ეს არის ზუსტად ესაც ქართული ოცნება აკეთებს. საზოგადოება გზნობს გამოდის ქუჩაში, პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს, ოპოზიციას არ აქვს არანაირი ბერკეტი ანარჩენების მიმატარებელი გააჩეროს, ან რაღაცნაირად ხალხი ჩახსნას ამ მატარებლიდან და რეალურად ძალიან ეკლექტიკური ერთმანეთთან დაუკავშირებელი, რომელიც საბოლოო ჯამში არ დამთავრდება კარგად. და ბოლოსკენ ჩვენი საუბრიდან თქვენი ერთი ფრაზა ჩამრჩა, რომ მესმოდეს, რომ რაღაცაზე გავლენას მოვახდენ 8 საათს კი არა 12 საათს ვიმუშავებდი როგორც პოლიტიკოსიო. რა იგულისხმეთ ამ ნაწილში, იმიტომ რომ თუ თქვენ არ გაქვთ საკუთარი თავის ნდობა, რომ გავლენას მოახდენთ, ამ მომრჩეველი როგორ უნდა გენდოთ? მე ჯადოქარი ვიყო და გავლენა მქონდეს პროცესებზე, ხო? იმიტომ რომ ხა პოლიტიკური პარტიის სივრცეში ერთია ჩემი გავლენა, თუნდაც იგივე როგორი პოლიტიკური პარტია შეიქმნა, მაგრამ ამას შეიძლება მომდევნო 5 წელიწადი ვერაფერი კვალი ვერ დაამჩნიოს ქვეყნის არსებობას. ეს თუნდაც არის ის, როდესაც ვთქვათ, იქნება ეს თავისუფლების მოედანი თუ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად
მართლა იწყებს შინაარსზე შეთანხმებებს და ეძებს შეთანხმებების გზას თუნდაც ქართულ ოცნებასთან. მე რაც არ უნდა პარადოქსულად იყო ჩემთვის რომც გაემარჯვა ოქტომბერში ოპოზიციას, ჩემთვის გადაუჭრელად რჩებოდა პრობლემა ეთნიკის აუტანობის და პოლარიზაციის. და მე ვერ ხედავდი რესურსს, ან რაიმე მიგნებებს, რომ ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს ქონდა რაღაცა გააზრებული, როგორ შეიძლება, შეიძლება პანაშვიდზე ერთმანეთს არ ჩავარტყა და ჩავუვაროთ გვერდზე. მაინც იქითკენ არავითარი, ანუ და ჩვენ საზოგადოება ევროპული კი არა საზოგადოება ვერ ვიქნებით თუ ჩვენ ვერ მოვნახეთ ერთმანეთთან მოსაბოდიშებელიც, საერთო გამაერთიანებელი ქუჩა კვარაცხელიას და ფეხბურთის გარდა თემები და არ დავიწყეთ ნენელა ამის შენება რა. აი რამდენი მშვიდობის შენებას თუ არ დავიწყეთ. აი მე რო ვხედავდი რომ არის მოძრაობა და მზაობა რომ მშვიდობა ავაშენოთ ჩვენს გულებში და ჩვენს სივრცეში შიგნით აქ საქართველოში. აი მაშინ მე არ დავზოგავდი დროს, იმიტომ რომ ამ მშვიდობის შენობა ჭირდება საუბარი, ამას ჭირდება მე არ ვიტყვი რომ კარგი მოსაუბრი ვარ და განსაკუთრებით კარგი მედიატორი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შინაარსში შევიდეს ამ საუბარში. მე სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ შინაარსის შექმნაზე, შეჯერებაზე. ახალი არჩევნების ჩანიშვნის გჯერათ. რაზე გადის უფრო ნაკლებად.